ბექა ნათელაშვილი ლეიბორისტული პარტიის ლიდერის საერთაშორისო იმიჯზე ზრუნავს. იცის რომ იქნება დიპლომატი, თუმცა მანამდე მამის პარტიას მსოფლიოს აცნობს. მოკლედ, ბექა ნანუკაშოვიჩი. მე მიხარია ჩემს სტუმარია ხარ. მე ძალიან მიხარია რომ ესეთი რეიტინგული გადაცემის სტუმარი ვარ. უკვე დაიწყე ისე როგორც მამა დაიწყებდა შეფებით. არასოდეს არ ავიწყდება ბატონშალოს რომ ჟურნალისტს არ უნდა იჩხუბოს, უნდა შეაქოს და კარგად უნდა ესაუბროს. კი, რა თქმა უნდა. ჟურნალისტები ქმნიან პოლიტიკოსების იმიჯს, რეალურად. დღევანდელ საზოგადოებაში და ყოველთვის ესე იყო. იმიტომ კი არა რომ რაღაც არ უნდა იჩხუბოს, რეალურად იმსახურებენ ჩვენი ჟურნალისტები პატივისცემას და სწორედ ამიტომ არ უნდა იჩხუბოს. ეს უკვე მომწონს. მამასთან პარტიაში, შალვა ნათელაშვილთან ეს სახელდაგვარი რეიტინგს წერს და ამიტომ ხშირად გავიმეორებ. საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელი ხარ. რამდენი ხანია? დაახლოებით წელიწად ნახევარი. რატომ იღე ეს გადაწყვეტილება? იმიტომ რომ პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია, როცა შენ ქვეყანას საერთაშორისო არენაზე წარმოვადგენ და გააცნობ შენს ქვეყანას, შენს ხალხს, ჩვენს უცხოელ მეგობრებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მაგრამ შენ ხომ ქვეყანას არა პარტიას აცნობ? არა, ქვეყანასაც ვაცნობ. პირველ რიგში ქვეყანას ვაცნობ, შემდეგ ვაცნობ პარტიას. იმიტომ რომ ძალიან გულსატკენია მართლა, როდესაც უცხოეთში ხვდები უცხოელ ადამიანს და არ იცის იმან საქართველოს შესახებ არაფერი და ჯორჯია გონია შტატი. ან გონია და სტალინს გიხსენს. არ იცის რომ გიწევს ესე ახსნა რომ ჯორჯია თურქეთის გვერდით რო არის და რუსეთის სამხრეთით რო არის მეზობელი. რაღაც ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვარდება ხოლმე ქართველი ამ დროს რა და ესეთ სიტუაციაში ხო, მაგრამ ნახე რა, ხომ არ გონია რომ იტყვია რომ მამის პარტიაში რატომ? საგარეო საქმეთა სამინისტროში რომ ცივი შეგეტანა? არა, საგარეო საქმეთა მე მირჩევნია რომ პირველ რიგში იმიტომ რომ პარტიის იდეოლოგიას ვემხრობი, პარტიის დამოკიდებულებას მჯერა ამ პარტიის. იმიტომ არ მინდა ეხლა რომ ვინმე სუბიექტურად ჩამითვალოს, რახან მამა ჩემია და რაღაც უბრალოდ განმილმა პრაქტიკამ და განმილმა წლებმა აჩვენა ის რომ ამ პარტიამ რეალურად ყველაზე მეტი გააკეთა ხალხისთვის. მოდით, ასე ვთქვათ, ამ პარტიამ როდესმე პარტიამ პოლიტიკური შესაბამები დაუშვა თუ არა? პარტიას რადგან შენ დიდი ბიჭი ხარ, თან სრულწლოვანი? კი, რეალურად ყველა პროცესის თანამონაწილე. ხო, მაგრამ მე პოლიტიკურ შესაბამად რას ჩაუთვლიდე ლეიბორისტებს? შენ ამ შემთხვევაში პოლიტიკური პარტიის ლიდერს. სტრატეგიული პოლიტიკური შეცდომა პარტიას არაფერი არ დაუშვია და ამას ხალხი ხედავს კარგად. უბრალოდ რაღაც მომენტებში შეიძლებოდა რომ სხვანაირად მოქცეულიყო მაგალითად მაგალითად შენ ყოფილიყავი მამის მრჩეველი, რას ეტყოდი, შესულიყო თუ არა პარლამენტში, როდესაც მას ხალხმა ხმა მისცა? როდესაც მანდატები დახიეს. ეს მაშინ ისეთი მომენტი იყო, ხო წარმოგიდგენიათ ახლა 50 ბავშვიდან ყველა რომ მიდის შატალოზე სკოლაში და ერთი რო დარჩება კლასში. ეგეთი ვარიანტია. შენ ამბობ შალვა მაშინ შატალოზე წავიდა. როდესაც ყველა წავიდა, შალვა არ დარჩა, იმიტომ რომ სხვა სახელი ერქმევა იმას ვინც რჩება. იმიტომ რომ რეალურად ახლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო პარლამენტის ტრიბუნა იმ მომენტში და რეალურად ყველა პარტიამ ძალიან ინანა რო არ შევიდა. მაგრამ ახლა იქ არ გამოდიოდა მორალურად და ადამიანურად სწორი რომ თვითონ შესულიყო პარლამენტში, ხოლო სხვა პარტიებს ბოიკოტი გამოეცხადებინათ, ხო? რეალურად მე პირადად ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ რო ხვდებიან ხოლმე ჩვენი კრიტიკოსები, პარტიის კრიტიკოსები რო ხვდებიან ხოლმე და რო იტყვიან ხოლმე რომ საკრებულო, მოკლედ ეს საკრებულო აკერიათ პირზე რა ამ ხალხს, ხო? ჯერ ერთი ის რომ არ დაუთმია ეს საკრებულო და ინფორმაცია აქვს არასწორად მიღებული, მაგრამ მე ეს ფაქტი იმიტომ მახარებს, რომ რეალურად 15-16 წლის განმავლობაში პარტიას შეცდომა რო არ დაუშვია, იხსენებენ 16 წლის წინანდელ რაღაც ამბავს და იმასაც არასწორად იხსენებენ. ხო, მაგრამ ახლა არის ზოგი ამბობს ისე ამბობენ, რომ შალვას უნდა მუდმივ ოპოზიციაში ყოფნაო, ბატონ შალვას. იმიტომ რომ ორჯერ ქონდა შანსი ყოფილიყო ხელისუფლებაში და არც ერთხელ არ წავიდაო. არა, შანსი ჯერ ერთი შანსი, როდესაც ჩვენ რამის შანსი ქონდა, ყოველთვის გამოვიყენეთ. ეხლა რაც შეეხება შეკრულობა, არ შეკრულობას და ესეც რაღაცას. ხო, კითხვა უნდა დაგისვა. არ მინდა ეს მე პოლიტიკაზე ბატონ შალვას ვესაუბრე აქ სტუდიაში. მე მაინტერესებს სხვა რამ. როდესაც რაღაცაში არ ემხრობიან მამასეონები რომ სხვანაირად უნდა გაკეთოს, ეს კამათი მაინტერესებს ლეიბორისტულ პარტიაში. ხელმძღვანელ მამასა და შენ შორის.
ბავშვობიდანვე ისე ვარ გაზრდილი, რომ რაღაცა რო არ მოწონს, ყოველთვის ვაფიქსირებ ჩემ აზრს. ეს იქნება მამასთან მიმართებაში თუ ნებისმიერი ადამიანის მიმართებაში. შესაბამისად, როდესაც რაღაცა არ მომწონს და რომ იმაჩნია, რომ შეიძლება სხვანაირად ჯობია, ამას ყოველთვის ვეუბნები. ეს იქნება პარტიაში, ეს იქნება ოჯახში, თუ ეს იქნება ნებისმიერ სფეროში და ნებისმიერ ადამიანთან. სამსახურში თუ ძალიან დაგტუქსავს, სახში აგვარებ, მაგრამ ესე. მამაშვილური. არა, ეხა სამსახურში რაც საქმეს ეხება და თუ ანუ საქმიანი ურთიერთობები სახლში არ გადადის? არ სარგებლობ იმით, რომ ლიდერის შვილი ხარ. კითხო და რაღაც, მაგრამ რეალურად უსაფუძვლოდ არასდროს არ მოხდა, რომ შენიშვნა მიმეღო, ხო? პარტიის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი. საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი და ბატონ შალოს რომ ჩაეტარებინა ის აქცია ამერიკაში. ამერიკაში? The roses revolution Georgia. Roses are wilting. We demand from Washington. Down we dictate. Down we dictate. Down we dictate. მითხარი შენი როგორც თანამშრომლის რეაქცია რა იქნება? ეს ანუ ძალიან ისეთი თემა იყო. რეალურად მან თვითონაც ყველამ კარგად ნახა, რომ რეალურად აქცენტის პრობლემა იყო, ხო? იმიტომ რომ ეხლა მთიული არის, წავიდა ვაშინგტონში, გაბედა ის, რომ ამხელა მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში გაეპროტესტებინა რაღაცა პროცესები, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდებოდა, მაგრამ აი აქცენტი რა და ეს მთიულურ აქცენტს მოკლედ ვემუშველებ. რაღაც ხალხთან ყველაზე მთავარი არის ის, რომ მე ვფიქრობ, რომ ეს აქცენტი რომ არ ყოფილიყო, ეგ აქცია ეგეთ პოპულარული არ იქნებოდა. ნუ რაცილობრივ გაპიარდა კიდევაც. გაპიარდა მაგ აქცენტის გამო. რამდენი ხანი აპირებ მამასთან პარტიაში ყოფნას? და მოსამომავლო გეგმები რა არის? ამ სფეროში ვაპირებ ჯერჯერობით, სანამ არ გადამაყენებენ, ესე ვთქვა. სანამ არ შემცვლიან, ხო? და სამომავლოდ, ნუ არ ვიცი. ანუ სანამ ამას ამასთან არ მოხსნის. ძალიან ბევრი პოლიტიკოსია ქვეყანაში ახლა. ჯერ ერთი ძალიან ამბიციური განაცხადი იქნება ჩემგან, რომ მე ვთქვა, რომ პოლიტიკაში მინდა, იმიტომ რომ ქუჩაში 10 ადამიანი რო გააჩერო, 9 გეტყვის, რომ პოლიტიკოსი ვარო. პოლიტიკოსებს მიაქვთ ეს ქვეყანა და რეალურად ხალხი იმას რო იძახის, რომ პოლიტიკა არის ბინძური საქმე, ამაში ხალხს არ დავეთანხმები, მაგრამ შემიძლია ესე შეუსწორო, რომ პოლიტიკაში არის ძალიან ბევრი ბინძური ადამიანი, მაგრამ პოლიტიკა ბინძური საქმე არ არის. ბინძური ადამიანები არიან ისევე როგორც პოლიტიკაში, ასევე ბიზნესში, ასევე ეკონომიკაში და ნებისმიერ სფეროში და ის ხალხი, რომელიც ყოველ მხრივ ცხვირს ყოფს პოლიტიკაში და არიციან თავისი ადგილი, ამ ხალხს უნდა მიუჩინოს ქართულმა ხალხმა თავისი ადგილი და ეს მინდა რომ იცოდეს ყველა, იმიტომ რომ რეალურად მართლა 25 წლის განმავლობაში ხალხმა რამდენ ადამიანში ჩადო იმედი. პოლიტიკაში კიდე. დავამთავრებ რა გახოცები. რამდენ ადამიანში ჩადო ხალხმა იმედი 25 წლის განმავლობაში. ეს როგორი ვარიანტია, იცით რომ შესულიყო მამა პარტიებში და პარლამენტში. ეს როგორი ვარიანტია, იცით რომ აი 25 წლის განმავლობაში იქიდან აგრძელებს საიდანაც სხვა გავაგრძელებ, აი რაღაც მინდა რომ დავამთავრო რა, ხომ უნდა მივიყვანო ფინალამდე ჩემი საუბარი. ესე იგი 25 წლის განმავლობაში ახლა მე რო დავდიოდე და ესე ვეძებდე საცოლეს და ძალიან ბევრ ადამიანში რო ჩავდე ჩემი იმედი, ბევრმა რომ მომატყუოს, ბევრმა რომ გადამაგდოს, აი ესეა ზუსტად ხალხი და დღეს რო ხალხი ამბობს რომ პოლიტიკა აღარ მაინტერესებს და რაღაც აქვს ამის საფუძველი, იმიტომ რომ ყველა ვინც მოვიდა 20 და 25 წლის განმავლობაში ყველა მოატყუა და სოდოა ეს ხალხი და აი ამის თქმა მინდოდა რომ რეალურად შევდივარ ამ ხალხის მდგომარეობაში. პოლიტიკას რაც შეეხება, ჩემი აზრით არის დიპლომატია და ჩვენი ქვეყნის გაცნობა ჩვენი უცხოელი მეგობრებისთვის უფრო ნიშნულოვანი. არა, გინდა ყოფნა? და დიპლომატიაში მინდა ჯერჯერობით. არა, ელჩი არ მინდა. მე მინდა რომ ჩემ ქვეყანაში ვიყო და აქიდან გავაცნო სხვა ჩემი ქვეყანა. გინდა იყო? არ მინდა საგარეო საქმეთა მინისტრი. პარტიაში სადაც ვარ ეს ძალიან მომწონს ეს ჩემი პოზიცია. არა. არ მითხარ მე მაგ პარტიის ლიდერობას უმისნებ წინ წასვლის პერსპექტივით. არა, ეხლა ჩემზე არ არის დამოკიდებული. ეხლა იქ რაღაც გიფიქრია. არა, არ მეფიქრია, რატო ეხლა ის მონარქია ხო არ არის რომ ის კარგი ბიჭი ხარ. აპლოდისმენტები. ბექა ძალიან გამეხარდა შენი გაცნობა. ძალიან მაგარი შვილი ყავს შალვა ნათელაშვილი და წარმატებებს გისურვებ.